As Russia's air terror continues, რუსეთის საჰაერო ტერორი გრძელდება. სწორედ ამიტომ ამ ზამთარში სასწრაფოდ გჭირდება დამატებითი გამანადგურებლები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ჰაერიდან გაშვებული მართვადი რაკეტები. მხოლოდ სექტემბერში რუსეთმა 5600-ზე მეტი გამანადგურებელი და 1080-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, რომელთა სამიზნედ ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ამრიგად ზამთრის დადგომამდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თავდასხმების მოსაგერიებლად საჭირო აღჭურვილობა მოგვაწოდოთ. critical to provide us with necessary equipment. Now, allies often say that Ukraine. მოკავშირეები ხშირად ამბობენ, რომ უკრაინის უსაფრთხოება და ევროპის უსაფრთხოება ერთმანეთის სინონიმებია. ამრიგად ახლა დროა, რომ ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ სიტყვები საქმედ აქციოს ინვესტიციების სახით. ყველა ქვეყანამ, რომელიც ამ მაგიდასთან შეიკრიბა, სიტყვები საქმით დაამტკიცა. ნამდვილად ვაფასებ გენერალური მდივნის, რუტეს ლიდერობას ამ მნიშვნელოვან ძალისხმევაში და ყველა იმ ერს, რომელთა მხარდაჭერაც დღეს დავინახეთ. კიდევ ბევრ ვალდებულებას ავიღებთ, რაც მსოფლიოსთვის გზავნილი იქნება. ყველა ქვეყანამ მიზნები იარაღად უნდა აქციოს, ვალდებულებები შესაძლებლობად და დაპირებები ძალად. მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი, ძალა. ეს ერთადერთია, რისი პატივისცემაც აქვთ. ევროპის მიერ უწყვეტი ინვესტიცია